საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში 23 სექტემბერს ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგად საკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარალაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი გიორგი მეტრეველი. შეხვედრები ძირითადად ეხება იმ ღირებულებებს, იმ ფასეულობებს, რომელზეც დგას ეკლესიაც და სახელმწიფოც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები, რომლებიც ერთგვარად არა მხოლოდ ლექციურ ხასიათს ატარებს, არამედ ინტერაქციულია და ჯარისკაცებს შეუძლია თავისი კითხვა-თქვას, ჩაერთოს ამ პროცესში და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ამ ღირებულებებზე, სასარგებლო იქნება პირველ რიგში მისთვის. და ვფიქრობ, ეს პროცესსაც მთლიანობაში ძალიან წაადგება, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის გაძლიერებას, ეკლესიის გაძლიერებას და ჯარისკაცის როგორც პიროვნების გაძლიერებას ეხება. ჩვენი შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს თითოეულ ადამიანზე, ვისაც ფორმაცია, სამსახურის ემსახურება, იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მოტივირებული არის და უფრო გააზრებულად აკეთებს თავის საქმეს და უფრო რწმენაში არის.